Ваши члены стумария схватывают сманткоро, полос цота чахлечили главус кладes, полуцасиамо. Кое-патия багушили дриден галмундинаре, чем политику темзо свисалбрат, მაგრამ აუცილებლად საფეხბურთო თემატიკით უნდა დავიწყოთ კილოცავთ და ხონდათ თუ არა რაიმე ჩანაფიქრი, იმიტომ რომ სოციალებში ბევრი დებდა გარკვეულ პირობებს თუ მოვიგებდით. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, ხმაზეც მეტყობა რომ ხმა ცოტა დამიჯდა გუშინ კომაგობის ყვალდაკვალ. ულოცავ ყველას გილოცავ თქვენ, ულოცავ თლიან საქართველოს და ულოცავ ყველა ფეხბურთის გულშემატკივარს. ჩვენ ნახეთ რომ ჩვენმა ბიჭებმა აღაფრთოვანეს არა მხოლოდ ქართველი კომაგები, არამედ ნახეთ ჩვენ რა გამოხმაურება ქონდა სოფლიოში მათ ყველას ვისაც მოსწონს ფეხბურთი, ვინც უყურებს ამ სპორტს და არის ამ სპორტის კომაგი, როგორი აღფრთოვანება ქონდა ჩვენი ბიჭების თამაში და ასე რომ ესეც განსაკუთრებული მიღწევა არის და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო უპირველეს ყოვლისა ჩვენს ბიჭებს, მთავარ მწვრთნელს და სამწვრთნელო შტაბს, ტექნიკურ პერსონალს, ექიმებს, ფეხბურთის ფედერაციას და განსაკუთრებული მადლობა მინდა ლევან კობიაშვილს გადაუხადო, როგორც ჩვენს კოლეგას, შემთხვევით არაფერი არ მოდის. ის რომ ეს შედეგი დაიდო ფეხბურთში, ეს არის ფედერაციის ძალიან გათვლილი მიზანდასახული მუშაობისა. იმ ფედერაციის, რომელსაც 10 წელია ლევან კობიაშვილი ხელმძღვანელობს და ზუსტად ყოველდღიური ნაბიჯებით მიაღწია ამ შედეგს ჩვენმა ფეხბურთელებმა და არა მხოლოდ ფეხბურთელებმა, მათ შორის ჩვენ სპორტში ბოლო პერიოდში დიდი მიღწევები გვაქვს. პირველად ვართ ევროპის ჩემპიონატზე და ახლა უკვე მერვედ ფინალში ფეხბურთის ნაკრები, კალათბურთის ეროვნული ნაკრები პირველად მოხდა მსოფლიო ჩემპიონატზე, რაგბი, წყალბურთი, ხელბურთი ყველგან წარმატებები გვაქვს და ეს არის შედეგი, რა თქმა უნდა, იმის, რომ ქვეყანა ვითარდება ამ მიმართულებით და მინდა რომ განსაკუთრებით აქედან გამომდინარე მადლობა გადაუხადო ყველა ფედერაციებს და დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ფეხბურთის ფედერაციას, ლევან კობიაშვილს, რომელსაც თავისი ასეთი მორიდებული ხასიათით, მაგრამ ძალიან მიზანდასახულად მიჰყავს წინ ჩვენი ფეხბურთი და აი ამ შედეგამდე მიიყვანა ჩვენი ნაკრები. დიდი სტიმულია ეს გამარჯვება ნამდვილად მთელი ქვეყნისთვის და არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის, დიასპორისთვისაც ეს არის ძალიან დიდი სტიმული. დღეს დიასპორის ფორუმი გაიმართა თქვენს სიტყვით გამოხვედით და სხვათა ხუჩა კვარაცხელიას გადაეცა თუ არ ვცდები სპეციალური ჯილდომისი დამსახურებისთვის. ეს არის რაღაცა სხვანაირი ცხოვრება დაიწყო ჩვენმა დიასპორამ, ჩვენმა ემიგრაციამ, უკვე განცდა რაღაც ღირსების და სიამაყის ყველას ეთყობა. დიახ, და ეს ასეც არის, ჩვენ საკმაოდ წარმატებული დიასპორელები ყავს და დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ბექა ოდიშარიას უყვარს ხოლმე მის თქმა, რომ ჩვენ უნდა შევეშვათ წუწუნს იმაზე, რომ დიასპორაში ქვეყნის გარეთ არიან ქართველები სინამდვილეში. ეს არის ჩვენი განძი, რომელიც ქვეყნის გარეთ არის, რომელიც ჩვენს ქვეყანასაც წარმოადგენს და ჩვენს ქვეყნისთვისაც იღწვის ქვეყნის გარეთ. ასე რომ თანამედროვე სამყაროში, გლობალურ სამყაროში ადამიანები მოძრაობენ ქვეყნებს შორის, ეს აღარ არის დიდი ტრაგედია, მთავარი არის რომ ეს იყოს რაღაც რეგულირებული პროცესი, ეგრეთ წოდებული ცირკულარული მიგრაცია, თუმცა ხუჩა კვარაცხელია, ჩვენი ნაკრების ბევრი წევრი და სხვა წარმატებული ქართველები, რომლებიც მათ შორის დღეს დიასპორის დღესთან დაკავშირებით დაჯილდოვდნენ, გვაჩვენებენ თუ რამხელა სიხარულის მოტანასთან ერთად რამხელა სიამაყე შეუძლია მოუტანონ ჩვენ ქვეყანას, როდესაც ჩვენი პატარა მოსახლეობითაც და ტერიტორიითაც ქვეყანა ასეთი სახელგანთმული ხდება ხოლმე სხვადასხვა სფეროში და დღეს ეს ფეხბურთი არის, რომელმაც აალაპარაკა მთელი მსოფლიო ჩვენთან დაკავშირებით. საფეხბურთო სეზონი გრძელდება, ჩვენ კვლავ ველოდებით გამარჯვებას და ველოდებით შემდეგ თამაშებს, აი რაც შეეხება საგაზაფხულო სესია და საპარლამენტო სეზონი თითქმის დასასრულისკენ მიდის. პრემიერი იქნება ხვალ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, რა მოლოდინი გაქვთ ზოგადად და თქვენი კოლეგები ოპოზიციიდან არიან ბოიკოტში. როგორ შეაფასებდით იმ გარემოს, რომელიც ბოლო პერიოდში საკანონმდებლო ორგანოშია და ხვალ რას ელოდებით თქვენი ოპონენტებისგან? უბრალოდ მე ვისურვებდი, რომ ხვალ ოპოზიცია იყოს დარბაზში და მიიღოს გამოწვევა დისკუსიისა და აჩვენოს საზოგადოებას რა აქვს სათქმელი და თუ შეუძლია თუ არა
შემოვიდეს დებატებში პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან. სამწუხაროდ ოპოზიციას თავისი გზა აქვს. დღესაც ნახეთ, რომ ამ სიხარულშიც კი არ იყვნენ დარბაზში. ანუ დღეს ფაქტობრივად მათ ბოიკოტი გამოუცხადეს ერთობლივად აღნიშვნას ჩვენი ფეხბურთელების წარმატებისა და ამას გარკვეული მიზეზებიც აქვს. მათ შორის წეგან ვამბობდი და ამ ხრივაც მინდა რომ ხაზი გაუსვა. რომ სპორტში მათ შორის წარმატებაც შემთხვევითი არ არის. ეს არის რუტინული შრომის შედეგი, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთისთვის ყურადღების მიქცევის შედეგი. ჩვენ რა ქონდა ნაციონალურ მოძრაობის დროს ეგრეთ წოდებული რაღაც ნეოლიბერალიზმი, დერეგულაცია, ბაზარი ყველაფერს მოაწესრიგებს და ასე მიუდგენ სპორტს, ასე მიუდგენ კულტურას, ასე მიუდგენ განათლებას, ასე მიუდგენ მეცნიერებას, ასე მიუდგენ სამედიცინო სფეროს და ყველა სფერო დაანგრიეს საბოლოო ჯამში, რომ ბაზარი მოაწესრიგებდა ამ ყველაფერს. ის რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ ბოლო 10 წლის განმავლობაში, 12 წლის განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში არის ის, რომ ხელისუფლებამ აიღო პასუხისმგებლობა სტრატეგიულ მიმართულებებზე. და ჩვენ ეხლა ვიწყებთ ამ ნაყოფის პირველი, ასე ვთქვათ, ნაყოფების მოპოვებას და მოწყვეტას და ნახვას, რაც არის შედეგი სახელმწიფოს მუშაობისა. რასაც მე წეგან ვამბობდი სპორტის სხვადასხვა მიმართულებაში, რასაც სამედიცინო მიმართულებაში, მათ შორის მიღწევები, რომელიც გვაქვს მათ შორის ის, რომ უზრუნველყოფილია ეს მოსახლეობის. ეს არის ზუსტად ის, რომ სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს ამ ყველაფერზე და ამისგან შორს არის ჩვენი ოპოზიცია. ამაზე ვერ საუბრობს. ეს არის პრობლემა. მათი ძირითადი პრობლემა არის კომპეტენციის ნაკლებობა. არ აქვს კომპეტენცია, ეს არის ერთი პრობლემა და მეორე არ აქვს იდეა. სინამდვილეში ეს არის იდეის ამქონე არაკომპეტენტური ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ამასთან ერთადერთი რაც მათ აქვთ არის ის, რომ იყურებიან გარეთ, რა იდეებს შესთავაზებენ გარედან და ამაზე არიან ნაწყობილები. ამიტომ ეს იქნება მთავარი საკითხი მათ შორის აი შემდეგი 26 ოქტომბერი რო დადგება არჩევნებისა. აი იქ ზუსტად მოსახლეობა აი ამ არაკომპეტენტურობის, იდეების არქონის და არაპატრიოტიზმის გამო გასცემს საბოლოო ჯამში პასუხს. ოპოზიცია აქტიურობს ევროპის სხვადასხვა პოლიტიკურ სტრუქტურაში. დღეს მაგალითად ევროპის საბჭო იყო მათი ტრიბუნა, სადაც რეზოლუციას მიიღეს. ძალიან კრიტიკული შეფასება კვლავ გამჭვირვალობის კანონის და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებები და გარკვეული პასუხი ხელისუფლების მიმართ ასევე ალბათ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მთლიანობაში რა რეაგირებას ელოდებით თქვენ დასავლეთისგან? ვფიქრობ, ნელ-ნელა ეს გარკვეული ემოციები დაცხრება და ყველა გაანალიზებს, რომ რა თქმა უნდა, ყველა ქვეყნის უფლება იმოქმედოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარი სუვერენიტეტის გასამტკიცებლად. ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა არ ცხოვრობს ჩვენს ტყავში. ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით, ქართველებმა, რა არის ჩვენი რისკები, რა არის ჩვენი გამოწვევები. ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას იცავს ნატოს ატომური ქოლგა. ევროკავშირის წევრების აბსოლუტურ უმრავლესობას იცავს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა. ჩვენ ამ ქოლგას არც არავინ გვფარავს ამითი და ახლო მომავალში არც არავინ დაგფარავს. ამიტომ ჩვენ ტყავში თუ უნდათ რომ ჩვენი გადმოსახედიდან შეაფასოთ, ჯერ ჩვენ ტყავში უნდა იცხოვრონ, ის ომებიც უნდა ქონდეთ გამოვლილი და ის გამოწვევებიც, რომელიც ჩვენს რეგიონში, ჩვენაერ ქვეყანას აქვს. ამიტომ აქ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ვერ იქნება ასე ვთქვათ, დარიგების მომცემი ის ქვეყნები, ის პოლიტიკური ჯგუფები, რომელსაც არ აქვთ ის გამოწვევა, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელსაც არ გაუვლია ის 30 წლიანი ისტორია, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. მაგრამ საკმაოდ მწვავეა რეაქციები დღესაც კი, როდესაც კეთდებოდა გარკვეული კომენტარები და საბოლოო ჯამში ალბათ ევროპული საბჭოს სამიტის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ლიდერები, მაგრამ საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ კომენტარები, რომელსაც ჩვენ ვისმინეთ, მოასწავებდა, რომ თითქოს შეიძლება მაგალითად მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდეს, ერთგვარად პროცესი გაიყინოს ევროინტეგრაციის. თქვენ გააქვთ ასეთი მოლოდინი და თუ ასეთი შედეგი დადგა, მაშინ რა ხდება? არა და დღეს ჩვენ მათ შორის ზეიმობთ 10 წლის იუბილეს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან
და რატომ როგორ მოხდა ის შესაძლებელი ქართული ოცნების პირობებში და რატომ მაინც და მაინც ქართული ოცნების პირობებში მოხდა ის რომ ხელი მოეწერა ასოციაციების შეთანხმებას, ხელი მოეწერა თავისუფალ ვაჭრობას, ხელი მოეწერა ვიზა ლიბერალიზაციის გავხდით კანდიდატი ქვეყანა. როგორ მოახერხა ეს ქართულმა ოცნებმა? მოახერხა იმით, რომ ჩვენ მოქმედებდით ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და გრძელვადიანი მიზნებით და არა მოკლევადიანი მიზნებით რაღაცნაირად ასე ვთქვათ სულსწრაფად მოკლე შედეგების ან სწრაფი შედეგების მიღწევის სურვილით. ახლაც ასე მოქმედებ ჩვენ მიზანი და არაერთხელ განვაცხადეთ 2030 წელს საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროკავშირში წევრობისთვის. 2030 წელს საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული. ჩვენ გვაქვს ასოციაციების შეთანხმება, ჩვენ ვართ კანდიდატის ქვეყანა, ჩვენ მივყვებით იმ დღის წესრიგს, რომელიც ასოციაციების შეთანხმებაში არის და ვართ ლიდერი დღესაც კი ლიდერი ვართ უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით. ჩვენი დაახლოებით, მათ შორის ბოსნიას და ჰერცეგოვინასთან შედარებით, დაახლოების დონით ევროკავშირთან ჰარმონიზაციის დონით, თუმცა არის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი, რომელზეც ჩვენ გავლენა არ გვაქვს. და არც გვინდა ისეთი გავლენა გქონდეს, რომელზეც იყო ხანდახან მინიშნებები. ის რომ ჩვენ ბევრი ზოგი რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ გვაძლევენ, ან რჩევა და არიგება, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებიდან თუ პოლიტიკური ჯგუფებიდან ჩვენ რომ ამას გავყოლოდით, შეიძლება ქონდეს სწრაფი შედეგი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც, მოლაპარაკებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა, დანგრეული ფიზიკურად, დანგრეული ეკონომიკურად. ჩვენ ევროპარლამენტი თავის რეზოლუციებით რას მოგვიწოდებდა, ევროპული პოლიტიკური ჯგუფები რას მოგვიწოდებდნენ? მოგვიწოდებდნენ იმას, რომ დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, რაც იყო პირდაპირი გზა იმისთვის, რომ ჩვენ დავმდგარიყავით ომის რისკის წინაშე, არც ერთმა ევროკავშირის ქვეყანამ არ დააწესა ისეთი სანქცია, რომელიც ასეთი რისკის ქვეშ დააყენებდა. ყველამ ნახეთ, რომ ნაბიჯ დაიწყო, თქვათ, იარაღის მიწოდებაზე. თავიდან გერმანია ჩაფხუტებს აძლევდა და ბრონეჟილეტებს უკრაინას და დასჭირდა 2 წელი ლამის იმისთვის, რომ ტანკები გადაეცათ. რატომ არ მისცეს თავიდან? იმიტომ ეს რისკი ჰქონდათ. და ჩვენ ქვეყანას, რომელსაც არც ნატო გვიცავს, არც ევროკავშირი, არავინ არ გვიცავს ჩვენი თავის გარდა, ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი თავს ვერ ვიცავთ იმის უფლებას, რომ ჩვენი ხალხი ჩაგვეგდო ომის და სისხლისღვრის რისკის ქვეშ. არა და ამას გვეუბნებოდნენ, დააწესეთ სანქციები. ამას ხო გვეუბნებოდნენ. დღესაც ხო გვეუბნება ზოგიერთი ევროპელი ლიდერი, ზოგიერთი ქვეყნის პრეზიდენტი ევროკავშირის წევრისა. ამიტომ ჩვენ ეს მოკლე გზა იყო. ეს იქნებოდა მოკლე გზა, მაგრამ სამაგიეროდ ურთიერთობებში არის საკმაოდ დაძაბული ფონი. რა იქნება გამოსავალი ამ პროცესზე? აი თქვენ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, როგორ ხედავთ ამ პროცესს? ანუ საით მივდივართ ამჯერად, როდესაც ისმის კრიტიკა, რომ თითქოს რელსებიდან გადაუხვიეთ და სად მივალთ? ანუ როგორ შეიძლება გამოსწორდეს ეს პროცესი? საბოლოო ჯამში ყველა დაინახავს, მათ შორის რომ ჩვენ როგორც საქართველოს მოსახლეობა დაინახა, რომ ჩვენ არ გავიღვიძეთ ჩელაბინსკში და გავიღვიძეთ თბილისში თუ სხვა ქალაქებში საქართველოსი და გავიღვიძეთ იმ შედეგებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ასე დაინახავს ყველა საბოლოო ჯამში, რომ სწორი ნაბიჯებს დგავს საქართველოს, მათ შორის ამ კანონის მიღებითაც, რომ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც თავის დროზე იყო მოთხოვნა სანქციების დაწესებისა და დაგჭირდა წელიწად ნახევარი დაგვერწმუნებინა, რომ და დღემდე ზოგი ვერ დავარწმუნეთ, რომ არ შეიძლება ამის მოთხოვნა საქართველოსგან, ისე როგორც 2 წელი გვაჯანჯღარეს სააკაშვილის საკითხით და დღეს რომ საუბრობენ დეზინფორმაციაზე, მათ შორის ევროკავშირის სტრუქტურების უმაღლესი წარმომადგენლები თითქოს საქართველოს ხელისუფლებისგან არის დეზინფორმაცია. ერთი მაინც დაასახელონ დეზინფორმაცია და მე ბევრს დავასახელებ, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებიდან, ინსტიტუტებიდან, პოლიტიკური ჯგუფებიდან მოდიოდა. ევროკავშირი, ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომელსაც არ გამიჯნია ევროკომისია, არ გამიჯნია არც ერთი სხვა ინსტიტუტი ევროკავშირისა, რომელიც დეზინფორმაცია და ტყუილით იყო სავსე სააკაშვილთან დაკავშირებით. ვინმე ბოდიში მოიხადა ამაზე? ამის გამო ამ ქვეყანას აჯანჯღარებდნენ ევროპელი პოლიტიკოსები. ვინმე ბოდიში მოგვიხადა ამისთვის? თქვენს რო შეცდნენ მას შემდეგ მაინც, როდესაც თავად სააკაშვილმა გამოიტანა უკან სარჩელი, იმიტომ რომ ის სირცხვილი არ ეჭამა, რომ სტრასბურგს ეთქვა, რომ ტყუილზე დაფუძნებული იყო. ასე რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, აი როგორც აი ამ ყველაფერზე დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მართალია და მართალია იცით რატომ? იმიტომ რომ მოქმედებს ხალხის ინტერესით. ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს საკუთარი ხალხის მანდატით და ინტერესით, ყოველთვის
არის მართალი. ხოლო ის ჯგუფები და ჩვენი ოპოზიცია ზუსტად ეს არის, როდესაც მოქმედებ უცხო ქვეყნის ნებით და ნებაზე ხარ დამოკიდებული, საბოლოო ჯამში ეს აზიანებს მხოლოდ შენ ქვეყანას. და დღეს დაიდოს ყველამ გულზე ხელი და დაფიქრდეს და წარმოიდგინოს, აი ეს ოპოზიცია 2022 წლის თებერვალში რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, რა მოხდებოდა? გააგზავნიდა თუ არა მაშინდელი აი ეს ოპოზიციური ხელისუფლება, ნაციონალური მოძრაობა გააგზავნიდა თუ არა მებრძოლებს უკრაინაში. რა თქმა უნდა, გააგზავნიდან ისინი აწყობდნენ აქციებს გაგზავნისას, დააწესებდა თუ არა სანქციებს, რა თქმა უნდა, დააწესებდა. ცოტა მეცაც იზარდა კიდევაც და დღეს სად ვიქნებოდით? გვექნებოდა დანგრეული ქვეყანა ფიზიკურად და ეკონომიკურად. და კიდევ ერთხელ, ამაში მონაწილეობდნენ ზოგიერთი ევროპელებიც, რომლებიც ამისკენ მოგვიწოდებდნენ ჩვენ მაშინ, რომ ჩართულიყავით უფრო აქტიურად სხვადასხვა სამხედრო დახმარებებით. სად არიან ის ევროპელები დღესაც არიან ტელევიზორში ჩანან. ბოდიში მოიხადა ვინმე ამის გამო, რომ ლამის ომში ჩაგვაგდეს საკუთარი წინ დაუხედავი რჩევები და რეკომენდაციები. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ მოქმედებთ ხალხის მანდატით, ხალხის სახელით, ხალხისთვის. და როდესაც ასე მოქმედებს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ის სიმართლე საბოლოო ჯამში დანახული იქნება ყველას მხრიდან. აი ეს პერსპექტივა, რაც თქვენ ახსენეთ, რა მოხდება ქვეყანაში იმ შემთხვევაში, თუ რადიკალური ოპოზიცია აიღებს ძალაუფლებას ხელში, ალბათ პირველ რიგში ოქტომბერში უნდა გაითვალისწინოს ამ უმრჩეველმა, არჩევნები ახლოვდება, ოპოზიციურ ფლანგზე უკვე გარკვეული გადაჯგუფება, ქარტიის შემდეგ კიდევ ასე ვთქვათ, ერთობის დოკუმენტს უკვე ბრიუსელში მოაწერეს ხელი რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა და მათი გზავნილი მთავარი არის ცალსახე, თუ გინდათ ევროპა მაშინ დაგვიჭირეთ მხარი. აი ამ გზავნილს როგორ აფასებთ? აი ბრიუსელში რომ მოაწერეს მემორანდუმს ხელი, აი ეს არის ზუსტად ნიშანი თუ რასთან გვაქვს საქმე. უცხო პოლიტიკური ჯგუფების და ქვეყნების ნებით მოქმედი პოლიტიკური ძალა კარგს ვერაზოს ვერ მოუტანს საკუთარ ქვეყანას. მხოლოდ ზიანს მოუყავს საკუთარ ქვეყანას. ვინაიდან ეს არის გამოცდილება, ისტორია, მათ შორის აი თანამედროვე საქართველოს გამოცდილებაც, გავიხსენოთ ნაციონალური მოძრაობის პერიოდი, როდესაც პოლიტიკური ძალა მოქმედებს უცხო ქვეყნის ნებით, ეს საბოლოო ჯამში აუცილებლად აზიანებს საკუთარ ქვეყანას. და აი ამ კონგლომერატს ახლა რასაც უყურებთ ოპოზიციისა სინამდვილეში აქვს და ქონდა ყოველთვის, ყოველ ჯერზე იყო ეს ხო რაღაც სხვადასხვა დაჯგუფებები, ასე თქვათ, შუა ძალა თუ ეს ძალა თუ ის ძალა, საბოლოო ჯამში იღებს რაღაც ფრანკენშტეინის ფორმას. ეს არის პრობლემა მათი, რომ როცა არ აქვთ იდეა და ამ სხვადასხვა კონსტრუქციებს ცდილობენ მიწებებას ერთმანეთის სხვადასხვა ადამიანების, პარტიების და ასე შემდეგ, საბოლოო ჯამში ყოველ ჯერზე იღებენ ფრანკენშტეინს, პოლიტიკურ ფრანკენშტეინს, რომელიც არის გარკვეული მონსტრი და რომელსაც არ აქვს არანაირი იდეა საერთო ჯამში და ამიტომაც არის რომ ყოველ ჯერზე მოსახლეობა ამას შესაბამის პასუხს გასცემს ხოლმე. ამ პოლიტიკურ გადაჯგუფებას, რასაც თქვენ ახლა პოლიტიკური ფრანკენშტეინი უწოდეთ, საქართველოს პრეზიდენტის ქოლგა კრავს. გულისხმობ რას, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ერთგვარი მათი ლიდერი, იმ თვალსაზრისით, რომ ის წაუძღვება არჩევნებზე და მან ერთგვარი გამყოფი ხაზით შესთავაზა ხო საზოგადოებას, რომ აქეთ ვარ მე და პარტიები, რომლებიც ჩემ ქარტიას უერთდებიან და მეორე მხარეს არის რუსეთი. სალომე ზურაბიშვილის როლზე ვისაუბროთ, მის პოლიტიკურ წონაზეც და პრინციპში რა შედეგი ექნება პრეზიდენტის ქმედებებს. საბოლოო ჯამში ჩვენ ნახეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქცა თოჯინად ნაციონალური მოძრაობის ხელში და თავის მხრივ ნაციონალური მოძრაობა თოჯინად უცხო პოლიტიკური ჯგუფების ხელში და ეს არის ერთი ასე თქვათ შეკრული წრე, რასაც ჩვენ ხედავთ მათ შორის კიდევ ერთხელ აი ამ მემორანდუმით, რომელიც ქართულმა თავის თავს უეძახიან პოლიტიკურმა პარტიებმა უცხოეთში მოაწერეს ხელი. აი ესეც ხო კიდე სხვა განზომილება არის იმისა, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ პატრიოტიზმი და როგორ ხედავენ ისინი ხალხის მსახურებას. საბოლოო ჯამში ეს გადაჯგუფებები კიდევ ერთხელ ეს ამ ფრანკენშტეინს მხოლოდ უმატებს იმ აგითხოვთ ეკლექტურობას, თუ უბრალოდ იმ ფრანკენშტეინობას ან გარკვეულ მონსტრობას, რომელიც საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა მოსახლეობის ხარდაჭერას ვერ მიიღებს და ამას აქვს ოღონდ მეორე განზომილებას. სალომე ზურაბიშვილი დღეს ყოველ დღე კიდევ ერთხელ არღვევს კონსტიტუციას. არღვევს იმით, რომ ის ერევა საარჩევნო კამპანიაში, საარჩევნო სტრატეგიებში, რაც აბსოლუტურად შორს უნდა იყოს წესით
მისი პოზიციის მქონე ადამიანისგან. მაგრამ ჩვენ რასაც ვაკვირდებით სხვა შორის ამ წინასაარჩევნო პროცესში და ამაზე აქვს მნიშვნელოვანი ვფიქრობ, რომ მედიამაც გაამახვილოს ყურადღება და ჩვენ აუცილებლად ამაზე გავამახვილოთ ყურადღებას, რომ ერთის მხრივ თითქოს მოგვიწოდებენ, რომ რაღაც სტანდარტები იყოს დაცული წინასაარჩევნო პერიოდისა თუ ზოგადად არჩევნებისა, მოგვიწოდებენ ისინი, რომელიც აცდენილი არიან სტანდარტებს. სავალი ზურაბიშვილი, რომელიც არღოს კონსტიტუციას და ერევა არჩევნებში, უცხოური დონორები, რომელიც ამავე დროს და NDI-ის მაგალითს მოვიყვან, რომელიც სადამკვირვებლო ანუ პრეტენზია აქვს, რომ ის არის ძელვადიანი დამკვირვებელი და ამავე დროს ქარტიის ხელმომწერ პარტიების წარმომადგენლებს წინასაარჩევნო ტურნეს უფინანსებს და უორგანიზებს. როგორ რანაირად შეიძლება ერთმანეთთან იყოს შეთანხმებული, არათუ შეთანხმებული. ეს არის პირდაპირ დარღვევა დამკვირვებელი ორგანიზაციის ეთიკისა და ქცევის კოდექსისა, როდესაც დამკვირვებელი, რომელიც უნდა იყოს მიუკერძოებელი, აფინანსებს ოპოზიციის გაერთიანების წინასაარჩევნო ტურნეებს. და ჩვენ ამას ხედავთ ამ დალყოს. ოპონენტები ამბობენ, რომ მართველი გუნდიც მონაწილეობს, მაგალითად იგივე NDI-ის პროექტებში. არაფერში არ მონაწილეობს მართველი გუნდი, ერთი და მეორე, ეხლა გვაქვს წინასაარჩევნო პერიოდი და ეს არის პირდაპირ ფინანსური თუ ორგანიზაციული სარგებლის მიცემა პარტიებისთვის, რომ მათ წინასაარჩევნო შეხვედრები ჩაატარონ. ის ყველა ხო აღიარებს, რომ ყველა დღეს არის წინასაარჩევნო ასე ვთქვათ გადასული წინასაარჩევნო ეტაპზე, ხომ? ხსნიან შტაბებს, ხვდებიან მოქალაქეებს და ამ პერიოდში არა, ხო, არა, მაგრამ ყველას ხო ეს პერიოდი აქვს. ხა თუ მაინც და მაინც ასე ტექნოკრატიულად უნდა და ტექნიკურად მიუდგნენ, რომ ბოლო 2 თვე ითვლება და მანამდე არ ითვლება, მაშინ ეხლა რატო არიან დამკვირვებელი NDI, რატო არის ეხლა დამკვირვებელი? დაელოდოს და სექტემბერში გახდეს დამკვირვებელი. ახლა თუ არის დამკვირვებელი და პარალელურად აფინანსებს რადიკალური ოპოზიციის აგიტაცია, სააგიტაციო შეხვედრებს, ეს რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება ეთიკას და აქვე უკვე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ისფედი თან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგინა ვითომ შუალედური ანგარიში და ოდესაც მას კითხეს სხვადასხვა ამ მაგალითებთან დაკავშირებით, NDI-სთან დაკავშირებით, მათ შორის რომ აღმოჩნდა, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პირდაპირ აფინანსებს ევროპული საქართველოს პროპაგანდისტულ განყოფილება ტაბულას. პირდაპირ აფინანსებს პარტიის პროპაგანდას საერთო ჯამში და ფინანსურ სარგებელს და ბენეფიტს აძლევს პარტიას. ამაზე როცა გკითხეთ, მათ არც აქვს თავის ანგარიში, ამაზე ნახსენებიც არ აქვს, ანუ თვალს უხუჭავენ პირდაპირ და პირდაპირ კითხვაზე თვალსები მედიის რომელიღაც მედიის წარმომადგენლისგან იყო კითხვა, უპასუხეს, რომ ამისთვის არსებობს ანტიკორუფციული ბიურო და მათ უნდა შეისწავლონ პარტიების დაფინანსება. ეხლა აბა რასაკეთებელი, მასე ცესკოც არსებობს არჩევნებისთვის და რაში იღებენ გრანტებს, რაში ხარჯავენ ფულს და რაში იღებენ ხელფასებს. თუ ამბობენ, რომ ისინი არიან დამკვირვებლები, რა თქმა უნდა, მათი მანდატი არის ასევე, რომ პარტიების დაფინანსებასაც დააკვირდნენ. მაგრამ ეს არის ზუსტად ტენდენცია და ეს როგორც ჩანს, ეს იქნება წითელი ხაზი, რომელიც გაჰყვება ზოგიერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო დამკვირვებელს. ეს იქნება ფართო თვალებით შეხედვა ქართული ოცნებისთვის და დახუჭვა თვალების ოპოზიციის მიმართ თუ არა წაქეზება და წახმარება. ჩვენ ნელ-ნელა საუბრის დასასრულისკენ უნდა წავიდეთ, როდესაც ტენდენციებზე საუბრობთ, გასაგებია პოლიტიკური ტენდენციები და პროგნოზი, რა არის საარჩევნო კონკრეტულად რეიტინგული პოზიციები და ტენდენციები. თუ ჩაატარა მაგალითად ქართულმა ოცნებამ რაიმე ტიპის შიდაკვლევა, არის რეიტინგებში რაიმე ცვლილება? ჩვენ როგორც კვლევები ვაჩვენებდა და ვამბობდით კიდევაც, რომ ჩვენ მივდივართ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების გზაზე და რა თქმა უნდა, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ რასაც მოსახლეობა ხედავს ახლა ოპოზიციის მხრიდან, აი ამ ფრანკენშტეინულ წარმონაქმს, რომელსაც კიდევ ერთხელ არ აქვს არანაირი იდეა, რა თქმა უნდა, სულ უფრო მეტად და მეტად მყარდება ჩვენთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსები და კიდევ ერთხელ ბევრი რამის გამო მოსახლეობას 26 ოქტომბერს ექნება ადვილი არჩევანი. და მათ შორის ერთ-ერთი ასპექტი, რომელზეც ახლა მინდა თქვა, არის ის, რომ მას არჩევანი ექნება ქართულ ოცნებას შორის, რომელმაც მათ შორის იმით, რომ სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღო ბევრ სექტორთან დაკავშირებით, სპორტის ჩათვლით და აი ამ შედეგებამდეც გავედით, აი ამას შორის და ოპოზიციას, რომელსაც არ აქვს არანაირი იდეა არ აქვს, თქვა გვირდებით, რომ მათთვის პოლიტიკური დღის წესრიგი იწყება იმით,
უცხო ქვეყანაში რომელიმე პრესდივანი რა პრესკონფერენციას ჩაატარებს, რა თემას დააყენებს და შემდეგ ეს გადმოაქვს ჩიდა პოლიტიკურ დისკუსიაში. იდეის არ მქონე ოპოზიცია და მართველი უმრავლესობა, რომელმაც საქართველოს ააცილა თავიდან ომი და არეულობა, მოუტანა ეკონომიკური წინსვლა და მოუტანა მათ შორის წარმატება სხვადასხვა სფეროში სპორტის ჩათვლით. მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. პარლამენტის თავმჯდომარე იყო ჩვენი